ევროპული სამყაროს, დასავლეთ ევროპული სამყაროს თანამედროვე ევროპელების წინაპართაგან ათვისება სწორედ ქრისტეს შობამდე 2000 წლისთვის დაიწყო, რომ ეს კელტური ტომები, მიგრაცია, როდესაც განხორციელდა ევროპაში და სამხრეთით კიდევ პირველი ვთქვათ, ლათინური ტომების გადასვლა და სწორედ აქედან იწყება იმ ევროპულ ცივილიზაციასა და ძველი ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვისპირეთის უძველეს ტომების კულტურას შორის შეხება, რომელსაც რა თქმა უნდა ყველანაირი მონაცემით ეკუთვნოდნენ ჩვენი წინაპრები. და ალბათ აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენს მსჯელობა, თქვა და რა კავშირები იკვეთება და როგორ არის. როგორც დავის დროზე ივან ჯავახიშვილი, ჯანაშია ბეძენიშვილი თავიანთ სახელგანთქმულ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ამტკიცებდნენ, ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის აუზის მთელი რიგი ტერიტორიები უნდა პროტოქართველური კავკასიური ტომებით შეიძლება ყოფილიყო განსახლებული. დღევანდელი დნმ-ის კვლევები მაგალითად ამას ბოლომდე ვერ ადასტურებს, რაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ენობრივ ნათესაობას ვისთანაც ეძებდნენ, თქვა ბასკებთან. აღმოჩნდა, რომ ბასკებს მამაკაცური შტოთი დნმ ყველაზე მეტად აქვთ კელტური. ანუ კელტური დნმ მთელს ევროპაში 100%-ით პრაქტიკულად სწორედ ბასკებს უფიქსირდება. ახლა დედის მხრივ ნათესაობაზე ძნელი საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ენობრივ კავშირებია, მაგრამ აი შედარებით დაიზოლირებულ სივრცეებში ევროპისა, რომელიც თქვათ ან წყლით იყო იზოლირებული დანარჩენ სამყაროსთან და ნაკლებად განიცადეს, ასე თქვათ, კელტური ექსპანსია, ან მთებით იყო იზოლირებული, როგორც არის მაგალითად სარდინია, კორსიკა და ტიროლი. ტიროლი ეს ავსტრია, იტალიის მთიანი ალპების ერთ-ერთი ნაწილი. ასევე გარკვეულწილად თქვათ ტოსკანა. აქ ჩვენ გვხვდება ძალიან დიდი დოზით ის დნმ, რომელსაც შეიძლება უწოდოთ ქართული დნმ. ანუ ყველაზე მეტად რომელიც დამახასიათებელია ქართულ კავკასიურ სამყაროსთვის, საუბარი ჯიორს. და ასევე ძალიან ასე ვთქვათ გენეტიკური კავშირის ერთ-ერთი დამადასტურებელია სწორედ კორსიკაში აღმოჩენილი ხალხური ფოლკლორული სიმღერები, რომელიც თქვათ აი ცნობილ ქართულ ფოლკლორთან ძალიან დიდ სიახლოვეს იჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ენობრივად კორსიკული ენა ვიცით, რომ ტოსკანური დიალექტია პრაქტიკულად, ანუ განურჩეველია, მაგრამ აი დნმ-ური თვალსაზრისით სარდინიაზე, კორსიკაზე, იგივე ტოსკანასა და იგივე ტიროლში არის ყველაზე მეტად შემორჩენილი. მაგრამ სხვა არის, თქვათ, ამასო თავი დავანებო და ალბათ ახლა ქალის მხრივ დნმ-ის კვლევები კიდევ უფრო გაგრძელდება და აქ შეიძლება სხვა აღმოჩენებიც გაკეთდეს. ძალიან საინტერესო არის და ძალიან მნიშვნელოვანია ის უშუალო კავშირები, რომელიც პირდაპირ წყაროებით დასტურდება. ახლა ეჭვს არავის არ იწვევს, მაგალითად ის რომ ჩვენ წინაპრებს ეც უწოდებდნენ ევროპელები იბერიელებს, ივირონს, კოლხებს, ლაზებს, ჭანებს და ასე შემდეგ. ეს დღეს აღიარებულია, თქვათ, ეს ტოპონიმიკა, ეს ტერმინოლოგია და რა ურთიერთობა შეიძლება ყოფილიყო ძველ ბერძნულ სამყაროს შემდგომში, ძველ რომაულ სამყაროსა და თქვათ აი ამ იბერიულ, ლაზურ, კოლხურ, ჭანური სახელწოდების მატარებელ ტომებს და ადამიანებს შორის. ერთ-ერთი ყველაზე ძველი წყარო, თქვათ, რომელიც უბრალოდ წყარო, რომელიც ძველ ამბებზე მოგვითხრობს, არის მითი არგონავტების შესახებ. ეს მითი სამეცნიერო დაამუშავა პირველად ყველაზე სერიოზულად აპოლონიუს როდოსელმა. ეს იყო ძველი წარსულში მესამე საუკუნის მოღვაწე მეცნიერი, ფილოსოფოსიც, ალექსანდრიაში დაბადებული როდოზე მოღვაწე, რომლის კაპიტალური ნაშრომიც იყო არგონავტიკა. სხვა შორის მასში ცდელობა ჰქონდათ მათ, რომ ზუსტად ასევე სამეცნიერო დაემუშავებინა, თქვათ, ილიადა და ჰომეროსის ნაწარმოებები. აპოლონიუს როდოსელის შემდგომში არგონავტების თემას შეეხო სტრაბონიც და პრაქტიკულად ყველა ბერძენი ავტორი მეტნაკლებად. მაგრამ საინტერესო თვითონ აპოლონიუს როდოსელის კვლევა არის რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ მითი არგონავტების შესახებ ეს არის ყველაზე ძველი მითი, ანუ ბერძნული სივრცისა. რას გულისხმობ? რა თქმა უნდა, ხა თანამედროვე ქრონოლოგიით დათარიღება ზუსტად არ გამოვიდოდოთ იმ პერიოდის კვლევარებს, ხო? მაგრამ დღეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ ტროას ომი ეს ზღვის ხალხების შემოსევის პროცესში არის მომხდარი ძველ წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეში. და აპოლონიუს როდოსელის კვლევის მიხედვით
და მონაცემების მიხედვით გაცილებით ძველია ამ პერიოდთან შედარებით მითი არგონავტების შესახებ და ის მოვლენები, რომელიც არგონავტიკაში აღწერილი. ანუ ეს უნდა მოხდარიყო დაახლოებით 400-500 წლით ადრე. იმიტომ რომ პერსონები, რომლებიც მონაწილეობენ არგონავტების მოგზაურობაში, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილები არიან ტროას ომის პერიოდისთვის. და ეს ძალსახად ჩანს, თქვათ, ზედაპირულადაც რო გავეცნოთ ამ მასალას. მეორე მხრივ, არგონავტების მითიდან ჩანს შემდეგი რამ, აი სამეცნიერო თვალსაზრისით ძველი ბერძნების დანახული, რომ ამ პერიოდში მოხდა სწორედ კოლხეთიდან, ანუ ქართველური სამყაროდან გატანა ბრინჯაოს კულტურისა და მედიცინის საიდუმლოსი ბერძნების წინაპართა სამყაროში. საუბარი თუ ჩვენ ბერძნების წინაპრებზე მეტყველებთ, საუბრობთ და ვამბობთ, რომ ტროას მითზე უფრო წინარე პერიოდზე უნდა იყოს, თქვათ, მსჯელობა არგონავტების მოგზაურობასთან დაკავშირებით. პირველი ტალღა არიული ტომების, ინდოევროპული ტომების, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზში გამოჩნდა და იქ შეეჯავა, თქვათ, პელაზგებს. და ეხლა ჩვენ აღმოჩენილი პელაზგური წარწერები ხო და გაუშიფრავია და ჯერ კიდევ ძველი ბერძენი ავტორები ამბობდნენ, რომ პელაზგები აბსოლუტურად სხვა წარმოშობის ხალხი იყო. შეიძლება კოლხებთან მონათესავე, მაგრამ არა, თქვათ, ბერძნულენოვანი და ელინურენოვანი ხალხის მონათესავე. და რომ ბერძნული ტომების რამდენიმე მიგრაცია მოხდა. ეს იყო პირველი, თქვათ, კუნძულებზე თუ ავიღებ და პელოპონესის ნახევარკუნძულზე და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ეს იყო მე-18-მე-17 საუკუნეში ცნობილი ხალხთა უძველესი გადასახლების პროცესში. მომხდარი გადმოსახლება, რა ქვია, აქაელების, ეგრეთ წოდებული აქაელების, შემდგომში 500-600 წლის შემდეგ ხდება დორიელების, იგივე დანაელების, აი ტროას ომში საპირისპირო მხარე ვინც არის, ვინც დაანგრია ტროა, მათ შორის არის სწორედ 500-600 წლიანი პაუზა. მაგრამ აქაელების მიგრაცია ემთხვევა მცირე აზიაში ხეთების მიგრაციას. აქაელებიდან რა დარჩა ბერძნულ კულტურაში, ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს, იმიტომ რომ ბევრი რამ დაიკარგა შემდგომში, მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით, რომ შემდგომ დროინდელ უკვე მე-12-მე-13 საუკუნე ძველ ქრისტესობამდე, მე-13-მე-12 საუკუნის და უფრო მოგვიანებით მე-8-მე-6 საუკუნების ბერძნულ როგორც მითოლოგიაზე, როგორც რელიგიაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია მანამდე არსებულმა ძველმა ხეთურმა პანთეონმა, ძველმა ხეთურმა მითოსმა. ანუ და სხვა შორის ეს ხეთური ენაც თავისთავად ისეთივე ინდოევროპული ენა იყო წარმოშობით, როგორც ანუ ძველი ბერძნული ენა. მონათესავე ენები იყო. ხეთები აქ მოვიდნენ, ხატებს დაენათესავდნენ, არა ინდოევროპული წარმოშობის ტომებს, მათგან ბევრი რამ აიღეს, მაგრამ ბევრიც მოიტანეს. და ნახეთ როგორ რაღაც არის, ჩვენ თუ უკვე სტრაბონის კვლევას შევხედავთ და დავაკვირდებით. სტრაბონის მიხედვით გამოდის, რომ ერთგვარად როდესაც ეგრეთ წოდებულ იასონმა, თქვათ, ილაშქრა და ის შეერწყა და უნათესავდა, თქვათ, ადგილობრივ დედოფალს მედიას, მაინც და მაინც იასონი ეგრევე არ გაქცეულა, რომ ამ ფეხი მოიკიდა მცირე აზიაში. აი ესე გამოდის უკვე სტრაბონის კვლევიდან და ძალიან ბევრი რამ გადამოიღო მისგან. შესაბამისად, ჩვენ სტრაბონის კვლევებსაც თუ დავამატებთ არგონავტების კვლევებს, ერთგვარად მარტო აქაელებთან და აქაელების მიერ თქვათ, ოქროსაწმის მუტაციების მითთან კი არა გვაქვს საქმე. აქ ჩვენ ვაკვირდებით ხეთურ მცირე აზიულ პროტოქართული სივრცის შერწყმასა და კონტაქტის ანარეკლს. იმიტომ რომ როგორც თქვათ, შემდგომში სტრაბონი გვიყვება, ძალიან ბევრი ტოპონიმიკა იმ პერიოდის დარჩენილია, აქ დარჩენილ არგონავტთა წარმომადგენლები და ასე შემდეგ. უბრალოდ საქმე ის იყო, რომ სტრაბონის დროს ხსოვნა, ცოდნა ტერმინებით, თქვათ, ხეთების შესახებ პრაქტიკულად გამკრალი იყო. იმიტომ რომ ტერმინი ხეთიც და ეს ხეთური კულტურის რეალობის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოვიძიეთ უკვე მე-19-მე-20 საუკუნეში, ხო, გათხრების შედეგად. მაგრამ ეხლა დადგინდა სწორედ ხეთური ამ წარწერების და ტექსტების ანალიზით, რომ უდიდესი როლი უთამაშია თქვათ ბერძნულ სამყაროს ჩამოყალიბებაზე და ბერძნულ სამყაროს ჩამოყალიბებაზე თუ როლი უთამაშია იქ ბრინჯაოს კულტურის გავრცელებაში, მედიცინისა და მეცნიერების გავრცელებაში, მაშინ მეტი არაფერს არ ამბობს, თქვათ, არც აპოლონიუს როდოსელი და არც ის ძველი მითების შემქმნელი და ხსოვნის მატარებელი ბერძნები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ სწორედ კოლხური სამყაროდან მივიღეთ მეტალურგიის და ანუ საუბარია ბრინჯაოს მეტალურგიის და მედიცინის საიდუმლო და სწორედ ამიტომაც ეწოდება მედიას, თქვათ, მედიას სახელიდან ეწოდება მედიცინას მედიცინა.
აი ეს ტენდენცია სხვათა შორის საინტერესოა, რომ გრძელდება შემდგომ პერიოდშიც. აი ზუსტად როის ამბების პარალელურად, ოღონდ შემდგომ დროინდელი ბერძნები ადასტურებენ, რომ მათ კოლხური სამყაროდან მიიღეს რკინის მეტალურგიის საიდუმლოც. საუბარია ეს ბერძნელი ავტორების მიერ აღწერილ თემაზე, როდესაც ამას შემდგომშიც იმეორებს პროკოპი კესარიელიც კი იმეორებს, რომ რკინის მეტალურგიის წარმოშობა დაკავშირებული იყო ჭოროხის სათავეში მცხოვრებ, თქვა და აი ერთ ჭანურ ტომთან, რომლებსაც ხალიბები იგივე ხალდები ერქვათ. ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე ბერძნულამდეც კი ფოლადს ბერძნები სწორედ ხალიფს ეძახი. ანუ ეს ტერმინი იმ ტომის ეთნიკური ტერმინი, რომლისგანაც თქვა რკინის დნობის, რკინის მეტალურგიის საიდუმლო ეწყება, ბერძნულ სამყაროში დღემდე ფოლადის აღნიშნულ ტერმინად ჩართვა. და ამაზე სხვა შორის არავითარი პრეტენზია არ ქონდა. ძალიან საინტერესოა ერთი რამ, როდესაც ჭანებზე საუბრობენ ბერძნები, ანუ ჭოროხის ხეობაში მცხოვრებ ჭანებზე საუბარი. მაგალითად პროკოპი კესარიელის ერთი ფრაზა, რაც ჩვენი ქართველებისთვის ძალიან საინტერესოა. შეიძლება ეს ხალხიო ბერძნულ რომაულ ცივილიზაციას რაღაცა თავში ჩაკეტილობით მოწყდა და ეს მათთვის პრობლემა იყო, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ იუსტინიანეს დრომდეო, მიუხედავად იმისა, რომ რომს საუკუნეების განმავლობაში, ანუ მოყოლებული პომპეუსის პერიოდიდან, ჭანეთის ჩრდილოეთითაც, აღმოსავლეთითაც, სამხრეთითაც, დასავლეთითაც ტერიტორიები ჰქონდა დაპყრობილი, ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნემდე ჭანების სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ ამ რომის სახელმწიფოს შუაგულშიო. და მათი მხოლოდ ასე ვთქვათ, ვასალურ მდგომარეობაში გადაყვანა იუსტინიანეს პერიოდში მოხერხდებოდა ეს მათ თავისუფლებისადმი სიყვარულზე მეტყველებს და ვთქვათ, ბრძოლის უნარიანობაზეც. ესე თუ მოგვითხრობს, ვთქვათ, ბერძნულ რომაული წყაროებია ამ ხალხზე. ეხლა რომ დაუბრუნდეთ, ვთქვათ, ამ გავლენებს, ხო? ერთ-ერთი ანუ ეს არის მითი არგონავტების შესახებ, ხო? ეს არის თვითონ მომხდარი უნდა იყოს მე-18-მე-17 საუკუნეში, შემდგომში კომუნისტების პერიოდში ხო ტენდენცია, რომ ეს გააახალგაზრდავებინა და მე-13 საუკუნეში ჩამოიყვანათ და კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე-13 საუკუნეში არის ტროას ომის მოვლენები და ტროას ომის მოვლენებს თვითონ მის აი ნებისმიერ მკითხველს რომ გაეცნოს და ინახოს, რომ რამდენიმე საუკუნით უნდა უსწრებდეს არგონავტიკა, იმიტომ რომ ის პერსონაჟები გარდაცვლილნი არიან. შემდგომი პერიოდია სწორედ ტროას ომის პროცესში. სხვა შორის ფიქსირებული ალაზონებიც, რომლებზეც მე არის საუბარი, ერთ-ერთი ლაზური ტომი შეიძლება ყოფილიყო და ამავდროულად სწორედ ტროას ომის პროცესში რკინის მეტალურგიის გამოგონება და ამისი ექსპორტი ბერძნულ სამყაროში. ძალიან საინტერესოა ვთქვათ, აი ნაოსნობა, კოლხები და ბერძნული სამყარო. ხა ყველა ვიცით, რომ სოფლიოში ყველაზე ძველი ვთქვათ, საზღვაო სახელმწიფო ეს იყო ფინიკია, ფინიკიური შემდგომ თავი კოლონიებით კართაგენი და ამის პარალელურად უკვე ჩდება ბერძნული განსაკუთრებით ათენის და იონიური საზღვაო იმპერია, კოლონიური სისტემა და საზღვაო, თქვათ, სამაჭრო სისტემა, ხო? და ამ დროს ასვაწყდებით ბერძნულ წყაროებში. პირველი, თვით მითში არგონავტების შესახებ, როდესაც მედიას იტაცებენ, რა ქვია, არგონავტები, რამდენიმე საათის, თითქმის 12 საათის დაგვიანებით მისდევენ მას კოლხები, კოლხური ფლოტი, აიეტის მეტაურები, ვაჟიშვილი მეტაურები და ეწევია. ეს პირდაპირ მეტყველებს იმას და ამას აღიარებს არგონავტიკის ავტორები, რომ კოლხებს ძალიან სწრაფი ფლოტი ყავდათ. ამ მტკიცებულებას შემდგომდროინდელი საფუძველიც აქვს. კოლხური ხეტყით მზადდებოდა როგორც წესი ბერძნული გემები. ამას აღიარებს და წერს პროკოპი კესარიელიც, მანამდელი ავტორებიც, იმიტომ რომ ერთადერთი მცირე აზიაში და მცირე აზიის მიმდებარე ტერიტორიაზე გემშენებლობისათვის ვარგისი ხე იზრდებოდა მხოლოდ კოლხეთში. და კოლხური ასე თქვა ხეტყით გემების დამზადების ტრადიცია შემდგომში გაგრძელდა რომის იმპერიის პერიოდშიც, ბიზანტიის იმპერიის არსებობის პერიოდშიც და მეცაც ვიტყვი ოსმალეთის იმპერიის არსებობის პერიოდშიც და 1803 წელს, როდესაც სოლომონ ლეონიძე, რუსეთის იმპერატორს ალექსანდრეს წერილს წერს, იქ ახსენებს, რომ ერთადერთი თქვა შავი ზღვის აუზში მინიმუმ და მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კი როდესმე ვინმეს გემი დაუმზადებია და მოგეხსენებათ, რომ მაშინ გემშენებლობაში ხე გადამწყვეტი იყო. ეს ჩვენი ხეებით იყო და ამ რა ქვია, ხელოსნობის, ხელობის სწორად ათვისება და გამოყენება შეიძლება ძალიან დიდ საზღვაო წარმატებამდე მიგიყვანოთო, თუ სწორად ვითანამშრომლებთ ქართველებთან. ანუ სთავაზობს ოკუპაცია კი არა,
სწორი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, რუსეთს ვერ შეიგნეს. აქ სხვა რამეზე უბრალოდ ვიხსენებ, რომ ეს პრაქტიკა შემდგომ დროინდელი წყაროებითაც დასტურდება და სხვა შორის არის ესეთი მონაცემები, როდესაც მიდის ეს ცნობილი ომები, მითრიდატეს ომები რომთან, იქ ესეთი ძალიან ცნობილი ის არის ფრაზა, რომ მოვიდა დიდებული კოლხური ფლოტი, ლაზების ფლოტი. ანუ ერთ-ერთ სერიოზულ საზღვაო ძალად რომაული ისტორიკოსები, რომაული წყაროები აიქვამენ